კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ევროპის საბჭოს კინოს მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრაზე გურამ ოდიშარიამ და იობს ფლოგმა ამ სფეროში თანამშრომლობის როლზე ისაუბრეს და სამომავლო პროექტებიც განიხილეს. საქართველო ევრიმაჟის 36 წევრი 2011 წელს გახდა. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად კი ფონდმა 3 ქართული ფილმის პროექტი დააფინანსა. ბატონ პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, მომავალი წლის გეგმებზე. ის პირველად არის საქართველოში და მითხრა რომ მოხიბლულია, რომ მისი ყველა მეგობარი იყო აქ და შემდეგ აქვს საქართველოს რაღაცის მაგნეტიზმი, რომლის წყალობითაც ის აუცილებლად ჩამოვა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წინადადებები და მეტი საქმიანი ვიზიტი იქნება და ასევე დაგვპატიჟეთ ჩვენც პარიზში. პირველად ვარ საქართველოში და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მიყვარს თქვენი ქვეყანა და ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ ევროპარტნიორებთან. საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ბევრი რამ აქვს ჩვენთან გასაზიარებელი. ასე რომ ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი მომავალი საქმიანობა წარმატებული იქნება.